ერთი რაღაც არ მომეწონა, რომ ბიჭის დამოკიდებული მაინდა-მაინც თოჯინებისადმი რაღაცა გულზე მოხდა. ვაჟკაცებად უნდა გაიზარდოს ქართველი პირველ რიგში, მას თავისი განსაკუთრებული მისია აქვს, კაცობრიობის წინაშე მე ასე ვთვლი. შეიძლება ეს ადამიანი ვაჟკაცი იყოს, მაგრამ უბრალოდ გამოხატვის უნარი არ გააჩნდეს იმდენი, რაც უნდა გამოხატოს, რომ ადამიანის ხალხის ნაწილვაში და იმაში ხო გამოიხატება რა ვაჟკაცობა და რაღაც. ვიღაც გახდება პოლიტიკოსი, ვიღაც გახდება მცხოვრი. არა, აზრი აქვს შობაში თორჯინას ითამაშებს თუ კომპიუტერზე სხვა საქმეა. 11 კლასში ვარ და 12 წლის განმავლობაში კიდევ ერთი წელი დარჩა და ვდგები იმისთვის, რომ შეიძლება ცოტა თამამი განცხადება, მაგრამ ამ ქალაქიდან რომ წავიდე. იმიტომ რომ ერთგვარად ბრჭყალებში ეს არის მკვდარი ქალაქი. აქ საერთოდ ეს ქალაქი მყარი ქალაქი ნამდვილად არ არის. ძალიან გული მტკივა, ეხლა ახალგაზრდები ასე პესიმისტურად რო არის განწყობილი. რომ ყველა მიფიქროს სამშობლო დატოვოს, მაშინ ის უნდა დაუტოვო ჩვენ ეს სამშობლო ძალიან მაინტერესებს. ასე რო ეფიქრა ჩვენს წინაპრებს, მაშინ გვექნებოდა კი ჩვენს სამშობლო? ჩვენს წინაპრებს არ აფიქრებიებდნენ უბრალოდ ამას. ჩვენს წინაპრებს არ ეცალათ ამის. და რატომ უნდა გაიქცე მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია შენ ქვეყანას იმდენი შეძინო, რომ შენ ქვეყანაში გამოიქცნენ, აგი და შენ ქვეყანაში ჩამოვიდნენ. უმეტესობას გონია რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა და ნუ მე ამას ვერ ხედავ ერთ მაგალითს ვიყავთ, მაგალითად თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერი ფოთის სპორტულ სკოლაში და ნებისმიერი სპორტსმენი გეტყვით რომ მათ არ აქვს შესაძლებლობა. მე პირადად დავდგები და წავალ.